მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო, დღეს 22 ივნისია, ორშაბათი და ჩვენ ტრადიციულად ხვდებით ერთმანეთს თეატრალურ ორშაბათს. ჩვენი თეატრის წლევანდელი 99 სეზონი უკვე დასასრულს უახლოვდება, სულ მალე 12 ივლისს ჩვენ დავხურავთ სეზონს, ტრადიციულად დავხურავთ ნოდარ დუმბაძის სპექტაკლით მე ვხედავ მზეს, ხოლო მანამდე ჩვენ გველის სეზონის უკანასკნელი პრემიერა 2-3-4 ივლისს ჩვენ შემოგთავაზებთ ჩემს დაწერილ პიესას უღრანი ტყის ყაჩაღები, რომელიც სულისკვეთება ნამდვილად არის ჰანს ქრისტიან ანდერსენის ნაწარმოებების მიხედვით. მე ვეცადე რომ შეთხსულიყო სრულიად ახალი ამბავი და ამ ამბავში მონაწილეობა მიეღოთ ჩვენი დასის სხვადასხვა თაობის მსახიობებს. 4 თაობა მონაწილეობს ამ წარმოდგენაში, არის ძალიან სახალისო სარეპეტიციო პროცესი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პატარებისთვის ძალიან საყვარელ ზღაპრად იქცევა უღრანი ტყის ყაჩაღები. ამ სპექტაკლს კიდევ გარდა იმისა, რომ ჩვენ პატარებისთვის ვცდილობთ რაღაც ახალი მოვამზადოთ, აქვს ის ხიბლიც, რომ ამ სპექტაკლში ერთ-ერთი ყაჩაღის, მოხუცი ყაჩაღი იოლანტას როლს ასრულებს ქალბატონი ქეთი შერვაშიძე, რომელიც არის იუბილარი, მას მრგვალი თარიღი აქვს და ჩვენ გვინდოდა რომ ის ამ თარიღს შეხვედროდა ახალი როლით, ასე რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარიც სწორედ ქალბატონი ქეთი შერვაშიძე იქნება. ქალბატონო ქეთი, ჩვენ ვიმუშავეთ თქვენს პატარა ალბომზე და მაშინ ჩვენ არ გვიფიქრია, რომ მოვიდოდა დღე, როდესაც თქვენ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ვისაუბრებდით და მე არ მინდოდა, რომ ეს საიუბილეო თარიღი ყოფილიყო მხოლოდ ამ ალბომით, ან უბრალოდ წარსული გახსენებებით და მოგონებებით, მინდოდა რომ თქვენ შეხვედროდით ამ თარიღს ახალი როლით. ხო, აქედან გამომდინარე, ჩვენ სულ 10 დღეში გვექნება პრემიერა, სადაც თქვენ მაყურებელთან წარსდგებით ყაჩაღი, მოხუცი ყაჩაღი იოლანტას როლით. როგორ მივიდა ქეთი შერვაშიძე იოლანტამდე? ანუ როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და როგორ მოვიდა დღემდე? როგორ დაიწყო ბათუმში, სკოლაში სიარულით, დედას და მამას თეატრში სიარულით, ჩემი მარტოობით მათი თეატრში ყოფნის გამო, ან თეატრში ვიყავი კურსებში, ან სახლში ვიყავი მარტო, მაგრამ ეს მარტოობა მაინც არ მომწონდა და ცოტა პროტესტი მქონდა თეატრის მიმართ სხვა შორის, რომ იცოდეთ, მაგრამ მერე ეს უკვე უფროს კლასებში, როცა ჩვენ ბათუმის თეატრში ჩამოვიდა გოგი ქავთარაძე, თებურჭრიძე. თენგიზ კოჭკაძე რეჟისორი არ იყო, მაგრამ მსახიობი იყო და ისინი მოდიოდნენ ჩვენთან ზალში და ხდებოდა უკვე პიესების, როლების და დადგმების გარჩევა, ამან ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. ძალიან დიდი ინტერესი და მე ხა ისედაც საინტერესო პიროვნებები იყვნენ და არაჩვეულებრივი ადამიანები, რეჟისორები, გოგი ქავთარაძის ოქროს პერიოდი იყო ფაქტიურად ბათუმის თეატრში შემიძლია ვთქვა. აქედან გამომდინარე უკვე რაღაც მეათე არა,
მერვე მე-9 კლასში უკვე ვიცოდი, რომ მე ჩავაბარებდი თეატრალურ არ ინსტიტუტში. გქონდათ მაინც იმის ის რომ დედაც, მამაც ასეთი პოპულარული ორი სახალხო არტისტის სახლში ასეთი გამორჩენილი მსახიობები მით უმეტეს მანჩარი ბატონი რას ფილმებში მოხდა წელს საქართველოს ალბათონი ნინიკო იყო მშვენება ბათუმის თეატრის ნამდვილად ბათუმის არა მარტო თეატრის, არამედ ქალაქის მშვენება იყო, იმიტომ რომ შემიძლია ვთქვა მის სურათებიც ახლა შემორჩენილი რო არის და ყვავილების დღესასწაული რო ეწყობოდა და დედა ურებზე იყო შემოკუპებული და ჩვენ სხვათა შორის ბედაჩები დეიდაშვილი მოკლედ ძალიან სასიხარულო და სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი და დედა მართლა იყო შემიძლია ვთქვა ბათუმის თეატრის და ბათუმის ქალაქის დედოფალი. მამა სახალხო არტისტები ესენი ჩემ ბავშვობაში უბრალოდ შემდგომ გახდნენ და ფაქტიურად რო ვთქვა რომ პოპულარობის გამო მათი პოპულარობის გამო პირიქით უფრო დაძაბული ვიყავით თქვენ წარმოიდგინეთ. ეს ბუნებრივიც არის თავის. ხო და ეს თავისთავად ესე იყო რომ ყოველ შემთხვევაში ამ ყველაფერმა ერთად ამ ადამიანების განწყობამ ამ ადამიანებთან ურთიერთობამ ძალიან დიდი როლი ითამაშა რომ შემდეგ მე უკვე მეფიქრა თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარებაზე და მოხდი არაჩვეულებრივ ადამიანთან, არაჩვეულებრივ პედაგოგთან გიზო ჟორდანიასთან. ცოტა გულდაწყვეტა ჰქონდა ჩვენ ჯგუფს, იმიტომ რომ ბატონი გიზო ხშირად დადიოდა ხოლმე გერმანიაში მაშინ ოპერის თეატრში დგამდა ხოლმე სპექტაკლებს, მაგრამ მე-4 კურსზე უკვე ეს ანასხაურდა და ძალიან აქ როგორ მოხდით მოზარდ მაყურებელთან? აქ მოხდი, რა ვიცი, ბატონმა შალვამ მაშინ ერთად მოვედით მე ამირე შარვანაშვილი, არიკო მახაროშვილი, ნატო გაგნიძე შემოგვიერთა მერე და ასე შემდეგ. ფაქტიურად მოხდა ისე რომ მე არც ვიცოდი აქ მოვიდოდი თუ არ მოვიდოდი, უბრალოდ ეს ადამიანები აიკო და ამირანი როცა მოვიდნენ ბატონ შალვასთან თეატრში უკვე რომ და გაეფორმებინათ როგორც ჩანს ხელშეკრულება, მაშინ იკითხა ბატონი შალვამ რომ ქალბატონი ქეთევანი თუ ინებებს ჩვენთან მოსვლაშო და იმდენად მოულოდნელი იყო, როგორ არ ასიამოვნებით, იმიტომ რომ ბატონ შალვას არჩეულებრივი სპექტაკლები უკვე დადგმული ჰქონდა. და რა თქმა უნდა, დიდი სიხარული და დიდი ენთუზიაზმით მოვედი ამ თეატრში და ნუ შემდეგ დაიწყო უკვე ისეთი სპექტაკლები, რომლებიც შეიძლება ითქვას გარდამტეხი იყო რაღაც გარკვეული პერიოდი ქართული თეატრისთვის. ჩვენი თეატრის პრესტიჟისთვისაც ნამდვილად შემიძლია ვთქვა. ნამდვილად ეხლა ეს არ ჩამოუვარდებოდა რეპერტუარი მოზარდ მაყურებელთან თეატრის დიდ თეატრებს თავისთავად და მე რაც უკვე აქ ვარ თქვენთან სარეპეტიციო რეჟიმში მე-4 სპექტაკლზე დავიწყეთ ეხლა მუშაობა და ჩემს პირველ სპექტაკლში ეს იყო ირინეს ბედნიერება დავით კლდიაშვილის თქვენ პრაქტიკულად უსიტყვო როლში მოახერხეთ ძალიან ბევრი ინფორმაციის მიწოდება მაყურებელთან და მე მგონია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ძვირფასო კეთი ყველას აქვს თავისი ამპლუა თუ ამპლუა არა შეიძლება სტატუსი თეატრში სხვადასხვა ვიღაცა თამაშობს მთავარ როლებს, ვიღაცა თამაშობს როლებს, ვიღაცა თამაშობს ეპიზოდებს და ასე შემდეგ, მაგრამ აი ესეთი მუშა არტისტები ქმნიან ძირითადად რეპერტუარს. მუშა არტისტებით იქმნება ეს რეპერტუარი, ერთხელ ბატონმა შალვა ბრძანა, რომ ვერთვად ამიფაროსო, ყველა არტისტს ყოველთვის მთავარი როლის პრეტენზია რო გქონდესო, მაგრამ ფაქტი არის ერთი, რომ იგივე ირინეს ბედნიერებაში, იგივე მევხედავ მზეში, იგივე წითელ ქუდაში, რომელიც ბატონმა ოთარმა დადგა, თუნდაც მეფელირი თავშესაფარში, ამ სპექტაკლებში შეიძლება ყველაზე მთავარ როლს თქვენ არ თამაშობდით, მაგრამ ამ სპექტაკლის რაღაცა ჩემთვის პირადად მარგალიტივით არის ის პერსონაჟი, რომელიც ჩვენ ერთად შევქმნით, თუნდაც ირინეს ბედნიერებაში, ან თუნდაც მე ვხედავ მზეში. მე მაინტერესებს ეხლა
ახალი როლი, რომელიც მზადდება და მალე იხილავს მაყურებელი და მე ძალიან მინდა რომ ბათუმელ მაყურებელსაც ვაჩვენოთ ეს სპექტაკლი, ეს თქვენთვის სიურპრიზია. აი თუ გითამაშიათ ამ ტიპის როლი, იცით რა არის? ჩემთვის ეს როლი ჯერ ის როგორც თქვენ მიწოდება გააკეთეთ ჩემთვის ამ როლის, ჯერ მოულოდნელი იყო. მერე იყო ის რომ სახასიათო პრინციპში რო გითხრათ ძალიან მინდოდა რაიმე სახასიათო, იმიტომ რომ ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი იყო 2008 წელს. მას შემდეგ სახასიათო არაფერი არ გამიკეთებია, ესე ვთქვა და მართლა ძალიან მაინტერესებს. მაინტერესებს იმიტომ რომ როგორც თქვით ეს როლი იწერებოდა თუ იბეჭდებოდა თუ ყოველ შემთხვევაში მოიაზრებოდა, ესე ვიცი, რომ მე მეთამაშა. ჯერჯი ეს არის პატივი და მერე იცით რა არის? ეხლა ვარ ძალიან ქაოსში. გითხრათ ხო? ნუ ეს როგორც წესი ყველა პრემიერაზე არის ავისთავად. ქაოსში ვარ და ძალიან მინდა რომ ეს სახასიათო როლი იყოს, ნუ ყველას უნდა რომ დასამახსოვრებელი იყოს და საინტერესო. იყოს საინტერესო და გარდა იმისა რაღაცა პატარა სათქმელიც კონდეს. მას ახლა ის დანარჩენი როგორ განვითარდება, მოვლენები როგორ განვითარდება, რეპეტიციები და ასე შემდეგ და თვითონ სცენიური დრო რამდენად მოგცემს იმის საშუალებას, რომ ამ პერსონაჟით რაიმე ითქვას და ასე შემდეგ. მე მაინც ძალიან ველოდები. ითქმება და მე ისიც მიხარია რომ ასე ვთქვათ ძველი მოზარდელები ხართ ერთად რაღაც ბატონი სოსო მოლოდინაშვილი, თამრიკო მამულაშვილი, მაკა ბარდაველიძე, ანუ ის ჯგუფი ადამიანების რომელთან ერთადაც წლები თქვენ მუშაობთ ამ თეატრში და მე კიდევ ერთხელ გილოცავთ საიუბილეო თარიღს, რომელსაც არ ვამხელთ გასაგებ მიზეზების გამო, იმიტომ რომ ქალბატონებს ასაკზე არ ესაუბრებიან, მაგრამ ჩვენ გვერდი ვერაუარეთ ამ თარიღს, გისურვებთ წარმატებას როგორც საპრემიერო სპექტაკლში, ისე მომავალ შემოქმედებით ცხოვრებაში და რაც თავარია ჯანმრთელობა. ამინ და მეც ძალიან ველოდები და ძალიან მიხარია რომ ერთად ვართ ისევ და ერთად მუშაობთ თქვენთანაც და ჩემს კოლეგებთანაც. დიდი მადლობა. ნახო. დღეისათვის სულ ეს იყო. შევხვდებით 29 ივნის ორშაბათს შემაჯამებელ ამ სეზონის ბოლო თეატრალურ ორშაბათზე.